მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ამ გადაცემას ქვია მოსამართლის საუბრები ეს გადაცემა ხორციელდება პროგრამის რომელსაც ქვია კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში აბრევიატურით პროლოგი აი ამ პროგრამის ფარგლებში თავის მხრივ ამ პროგრამას აფინანსებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. მოსამართლეთა საუბრებში მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლოს მოსამართლეები, ისინი მსმენელების და მაყურებლების წინაშე წარდგებიან თავიანთი განსხვავებული გამოცდილებით, საუბრობენ თავიანთ განვლილ გზაზე და რაც თავარია საუბრობენ კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში მოსამართლის როლზე, როგორც ერთ-ერთ ცენტრალურ აქტორზე. საუბრების დღევანდელი სტუმარი გახლავთ ბატონ ლევან დარვაიძე, რომელიც დღესდღეობით არის გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. მას საკმაოდ მდიდარი პროფესიული ბიოგრაფია აქვს და ამ ბიოგრაფიიდან ზოგიერთს აღნიშნავ ის ახალგაზრდა მოსამართლეა, შედარებით ახალგაზრდა მოსამართლეა, დაბადებული 1979 წელს, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ასევე მან სწავლა გააგრძელა ჯერ ასპირანტურაში და შემდეგ დოქტორანტურაში. 2009 წელს ბატონმა ლევანმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საჯარო სამართლის მიმართულებით და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდილებას, მას აქვს როგორც იურისტად, პრაქტიკოს იურისტად მუშაობის მდიდარი გამოცდილება, ასევე პედაგოგად მუშაობის გამოცდილება, ის მოქმედი პედაგოგია სამ უნივერსიტეტში ასწავლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე კავკასიის უნივერსიტეტში და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. რაც შეეხება მას, როგორც პრაქტიკოს იურისტს, თან საინტერესო ბიოგრაფია აქვს ბატონ ლევანს, მან თავისი პროფესიული საქმიანობა დაიწყო პროკურორობით. ის მაგალითად 2001-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და გენერალურ პროკურატურაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს სტაჟიორი პროკურორი, იყო სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი, ამავე სამმართველოს უფროსი პროკურორი შემდეგ. შემდეგ მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო 2006-2012 წლებში მუშაობდა ის ამ სააგენტოში შიდა კონტროლის სამსახურის ჯერ მთავარ სპეციალისტად და შემდეგ ამ სამსახურის უფროსად. აი 2014 წლიდან იწყებს ბატონ ლევანი სამოსამართლეო პრაქტიკას 2014 წელს ის მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ. 2014-16 წლებში იყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და უკვე 2016 წლის თებერვლიდან იგი გახლავთ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. ის გამწესებულია როგორც უვადო მოსამართლე 2017 წლიდან კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. სხვა საქმიანობებისაა განხორციელებული ბატონ ლევანს, როგორც გითხარით, მისი პროფესიული ბიოგრაფია არის გრძელი და შთამბეჭდავი, მე ძირითადი პუნქტები მოგახსენეთ. ბატონ ლევან, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ სტუმრობთ ამ გადაცემაში. და იმედი მაქვს ჩვენი საუბარი ნაყოფიერი იქნება. მოგესალმებით, ძალიან საინტერესოა ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა და თქვენთან საუბარი და მეც მაქვს იმედი, რომ ჩვენი საუბარი საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის.
კიდევ ერთი რამ მაინც კარგი არის ეს აღინიშნოს ღირსების ორდენით ხართ ასევე დაჯილდოებული. ბატონ ლევან, როგორც წავიკითხეთ თქვენს ბიოგრაფიაში. ესე იგი, პროკურორობიდან მოსამართლეობამდე. ეს ორივე პროფესია თუ სპეციალიზაცია რასაკვირველია მართლმსაჯულების სისტემას ეკუთვნის ბატონ ლევან, მაგრამ თავისი შინაარსით, თავისი დატვირთვით, პროფესიული დატვირთვით, ფუნქციით, უნება მისით განსხვავდება ერთმანეთისაგან, განსხვავდება თანაც პრინციპულად პროკურორი ეს გახავთ ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, სახელმწიფოს ინტერესებს იცავს, სახელმწიფო ინსტიტუტების ინტერესებს იცავს და ის არის ვთქვათ, ბრალმდებელი, ხოლო მოსამართლე გახლავთ ადამიანი, ვინც სახელმწიფოს როგორც ფართო გაგებით, რასაკვირველია, ძალადობის ინსტიტუტისგან იცავს მოქალაქეს და მის უფლებებს, ანუ მოსამართლე ეს არის, ასე ვთქვათ, საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დამცველი. და ეს ასე ვთქვათ, ორი პროფესია, პროკურორის და მოსამართლის პროფესია ერთმანეთთან გარკვეულ დაძაბულობაშია, გარკვეულ დისონანსშია და კიდევ ერთხელ ვმეორებ, სხვა ფოკუსი აქვს, სხვადასხვა აქცენტი აქვს მართლმსაჯულების სისტემაში. თქვენ დაიწყეთ პროკურორობით, შემდეგ როგორც უკვე ვახსენე, შუაში გქონდათ პოზიცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და შემდეგ გადაინაცვლეთ მოსამართლის პრაქტიკაზე. Აი, რამ გამოიწვია ეს ტრაექტორია თქვენს პროფესიულ ბიოგრაფიაში? რა იყო ამის მიზეზი, რამ გიბიძგათ ამისკენ? ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ძალიან მოკლედ შევეცდები, რომ ჩემი ბიოგრაფიაზე გესაუბროთ და ამ კარიერულას, ვთქვათ, ჩემი კარიერის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინტერესის სფერო ყოველთვის იყო სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები. და ძალიან გაცნობიერებულად თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ მემუშავა ამ სფეროში. და რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, როდესაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოვხვდი გენერალურ პროკურატურაში, მაშინ იყო ასეთი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან, რომ უნივერსიტეტის დამთავრებული სტუდენტები, ვისაც ჰქონდა უნივერსიტეტის დამთავრებული წარჩინებით, მათ გაუკეთეს ასეთი შეთავაზება, რომ ვისაც ჰქონდა სურვილი პროკურატურის ორგანოებში მუშაობის, წარედგინათ განცხადებები და მოხდებოდა ამ განცხადებების განხილვა და რა თქმა უნდა აქ საუბარი იყო მაღალი აკადემიური მოსწრების, ასე ვთქვათ, სტუდენტებზე, ყოფილ სტუდენტებზე, უკვე კურსდამთავრებულებზე. და აი მე და რამდენიმე ჩემმა კურსელმა შევიტანეთ განცხადება და აი ამ გზით, ამ კონკურსის გზით მოვხვდით პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა ასე ვთქვათ, ზემდგომ თუ ქვედა დონის პროკურატურებში. მე დავიწყე სტაჟიორად მუშაობა საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოში. ეს ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ჩემთვის, რადგან ჩვენ გვიწევდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა, როგორიც არის სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობების განხილვა, რომელიც შემოდიოდა სხვადასხვა სახელმწიფოებიდან, ასევე საქართველოსთან ამგვარი ტიპის შუამდგომლობების მომზადება და გაგზავნა სხვადასხვა ქვეყნების პროკურატურებში თუ იუსტიციის ორგანოებში. ასევე ექსტრადიციის საკითხების განხილვა ხდებოდა ჩვენს სამმართველოში. ჩვენ გქონდა ძალიან ინტენსიური ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნების პროკურატურის ორგანოებთან, იუსტიციის სამინისტროებთან და ამ თვალსაზრისით ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ჩემი კარიერის დასაწყისში, აი სწორედ ამ მიმართულებით განვითარება. შემდეგ იყო იუსტიციის სამინისტრო, შეიქმნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, ეს იყო ორგანო, რომელიც შეიქმნა ყოფილი სამოქალაქო რეგისტრაციის სამსახურების და საპასპორტო სამსახურების ბაზაზე და ეს იყო სრულიად ახლებური, ასე ვთქვათ, სტრუქტურული ორგანო, რომელსაც უნდა თავიდან დაეწყო ყველაფერი. და მე ძალიან ამ რეფორმით დღემდე ვამაყობთ, ბატონო, როდესაც საქართველოს ამაყობს რეფორმებით, ერთ-ერთი ცენტრალური ეს რეფორმაა.
და მე ძალიან მიხარია რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი სწორედ აი ამ რეფორმის განხორციელებაში ერთ-ერთი ვიყავი რომელიც იყო გადაწყვეტილების მიმღებთა შორის და საბოლოოდ ჩვენი ძალისხმევა რაც ძალიან საამაყოა პირადად ჩემს კარიერაში ზოგადად როგორც ქართველს როგორც ადამიანს როგორც საქართველოს მოქალაქეს ძალიან მიამაყება ის პროექტი როგორიც არის იუსტიციის სახლი და ყოველთვის სიამაყით გავიხსენებ ჩემს აი ამ კარიერულ ნაწილს ასე ვთქვათ ჩემი კარიერული ისტორიიდან და აი აქ არის ერთი ნიუანსი რომელიც არასდროს არავისთვის არ მომიყოლია ძალიან ასე ვთქვათ შიდა წრეებმა იციან ამის შესახებ ერთ-ერთ ტრეინინგზე რომელიც ჩვენ გვიტარდებოდა სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მენეჯერებს ასე ვთქვათ მოიწვიეს ცნობილი იურისტი, ყოფილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქალბატონი ნუნუ კვანტალია. შეიძლება იცნობთ. ეს არის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ძალიან საინტერესო კარიერა უზენაეს სასამართლოში. დღეს ის პედაგოგია, საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს და აი როგორც ტრენერი მაშინ გავიცანი ქალბატონი ნუნუ. და შესვენებაზე ეს რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს ტრეინინგები. შესვენებაზე ქალბატონმა ნუნუმ ასე ვთქვათ, დამიწყო საუბარი რაღაც სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე და აი ამ საუბრის დროს მან მითხრა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა თუ მე ვიფიქრებდი სასამართლოზე, რადგან ის მიიჩნევდა, რომ ჩემში იყო რესურსი იმისათვის, რომ მე მეფიქრა მოსამართლეობაზე და მირჩია, რომ ჩამებარებინა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. და ამას აკეთებდა 3 დღის განმავლობაში ინტენსიურად, ან სულ ამაზე მესაუბრებოდა, რომ ჩემი ადგილი იყო სასამართლოში, რომ მე აუცილებლად უნდა მეცა და ბედი. ანუ ბატონო, როდესაც თქვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარეთ, იურიდიული ფაკულტეტი დაასრულეთ, იურისტის პროფესიაში იძინეთ, თავიდანვე არ ყოფილა ეს განზრახვა, რომ მოსამართლე გახდებოდა. არ მიფიქრია. იცით როგორ არის ახლა ზოგადად რა თქმა უნდა მოსამართლის პოზიცია ჩემი აზრით არის ყველაზე საპატიო პოზიცია იურისტისთვის, რადგან ეს არის კარიერის პიკი ჩემი აზრით, ანუ ნებისმიერი იურისტისთვის ეს არის ყველაზე საოცნებო პოზიცია, როდესაც შენ იღებ ამხელა პასუხისმგებლობას და ხარ სუბიექტი, რომელიც განმარტავს კანონს და რომლის გადაწყვეტილებაზეც დამოკიდებულია ადამიანის ბედი. ეს იყო ჩემთვის რა თქმა უნდა ამაზე მიფიქრია წარსულში, მაგრამ აი გადაწყვეტილება არასდროს არ მქონდა მიღებული, რომ მე ამ გზით გავაგრძელებდი სვლას. თუმცა აი ნამდვილად მოახდინა ქალბატონი ნუნუს აი ამ საუბრებმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა. მე დავიწყე ამაზე სერიოზულად ფიქრი და 2008 წელს ჩავაბარე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. მოვემზადე ამისთვის ძალიან წინასწარ დაგეგმილად, ავიღე შვებულება, მოვიმარაგე ასე ვთქვათ ეს ლიტერატურა, ყველაფერი. მახსოვს მაშინ მე 4 შვილის მამა ვარ და მაშინ მყავდა 2 პატარა. და ვთხოვე ჩემ მეუღლეს რომ აი ეს გადაწყვეტილება მივიღე და რომ შეეწყო ხელი და მახსოვს ისინი საერთოდ გადავიდნენ იმ პერიოდში თავის მშობლებთან, ჩემი მეუღლის მშობლებთან, რომ ბავშვებს ჩემთვის აი იმ 10-14 წლის განმავლობაში 2 კვირა ვიმეცადინე, რასაც ვქვია, რომ ხელი არ შეეშალათ და ნამდვილად ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და პირველივე გასვლა წარმატებით დასრულდა, მე ჩავაბარე საკმაოდ მაღალი ქულებით გამოცდა, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოვიპოვე უფლება, რომ ჩამებარებინა უკვე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. სამწუხაროდ 2008 წელს ჩემი მცდელობა იუსტიციის სკოლაში ჩაბარებისა წარუმატებლად დასრულდა, თუმცა იმდენად მტკიცე იყო უკვე გადაწყვეტილება აი მოსამართლეობამდე სვლის გაგრძელებისა, რომ მე არ შემიწყვეტია ამაზე ფიქრი, ამაზე ასე ვთქვათ მუშაობა და უკვე რამდენიმე წელში 2012 წელს, დიახ, მე უკვე ჩავაბარე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ჩავირიცხე. სავალდებულო აუცილებელი ეტაპია იმისთვის, რომ გახდეს ეტაპი, რომლის გარეშეც უბრალოდ ვერ მოიპოვებ მოსამართლეობის უფლებას. და ასევე ეს არის ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგ მოპოვებული უფლება გრძელდება, ასე ვთქვათ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე და სხვა დამატებითი რაღაც ბარიერები უკვე აღარ არსებობს. მინდა სიამაყით ვთქვა და ეს ჩემს ბიოგრაფიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა დავასრულე წარმატებით, რადგან იქაც არის ფულების სისტემა და
რეიტინგულ სიაში, რომელიც ჩვენ ჯგუფში შედგა, მე ვიყავი პირველ ადგილზე, საკმაოდ მაღალი ქულებით დავასრულე და კარგი დახასიათებით იუსტიციის სკოლა. და ეს იყო უკვე 2013 წელს, რადგან გარკვეულ პერიოდს მოიცავდა სწავლების ეს პერიოდი, ორ ეტაპიანია. პირველი ეს არის თეორიული ნაწილი, რომელიც სრულდება გამოცდით. და მახსოვს 100 ქულიან, ასე ვთქვათ, გამოცდაში 99 ქულა მივიღე და ძალიან მიხარობდა ესეთი შედეგი. შემდეგ მეორე ეტაპი იყო უკვე პრაქტიკული ნაწილი, როდესაც ჩვენ მენტორ მოსამართლეებთან უკვე გავდიოდით პრაქტიკულად და ვსწავლობდით მოსამართლეობას, როგორც ასეთს. და ის უკვე დასრულდა შესაბამისი გამოცდით, რომელიც შედგებოდა ესე იგი კონკრეტული საქმე იყო წარმოდგენილი და ჩვენ უნდა დაგვეწერა განაჩენი ამ საქმეზე გარკვეულ დროში. საკმაოდ მაღალი შეფასება მივიღე ამ გამოცდაშიც და დავასრულე იუსტიციის სკოლა და უკვე 2014 წელს დავინიშნე მოსამართლედ გამოსაცდელი ვადით და მომიწია წასვლა აბსოლუტურად უცხო მხარეში. აი მანამდე საერთოდ რომ არ მქონდა შეხება, რადგან ამ მხარიდან აი არც სანათესაოში, არც სამეგობროში რატომაც ესე მოხდა. გურიას გულისხმობ. აი არის მე ახლო წრე ჩემი ამ რეგიონიდან არავინ არ ყოფილა და ჩავედი და ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, რადგან მომიწია სამოსამართლო საქმიანობის განხორციელება სისხლის სამართლის მიმართულებით სასამართლოში, სადაც მხოლოდ მე ვიყავი ამ მიმართულებით მოსამართლე და ძალიან საინტერესო იყო. 3 რაიონის საქმეები იხილებოდა ამ სასამართლოში, ეს იყო ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის რაიონები და აი ესე განვითარდა ჩემი სამოსამართლო ასაკებია ბატონ ლევან, ეხა გისმენთ და თქვენ საკმაოდ დეტალურად აღწერეთ თქვენი კარიერა და ეს კარიერული სვლა, რომელიც რასაკვირველია წარმატებით არის აღბეჭდილი, არის ერთგვარი ნიმუში ახალგაზრდისთვის. ჩვენ ახალგაზრდები გვისმენენ ახლა. თქვენ ბრძანეთ, რომ მოსამართლის სტატუსი ეს გახლავთ იურისტის პროფესიის მწვერვალი, ეს გახლავთ ის, ასე ვთქვათ, იდეალი, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს იურისტი და ეს მართლაც არის გვირგვინი ამ პროფესიის და ახლა გისმენდით და როგორც თქვენ აღწერეთ, ეს გზა, რომელიც თქვენ გაიარეთ, არის დაფუძნებული შრომაზე, არის დაფუძნებული პასუხისმგებლობაზე, არის დაფუძნებული უნარჩვევების შესაბამისად წარმართვაზე, არის დაფუძნებული ასევე ავტორიტეტული ადამიანების დახმარებაზე და რჩევებზე, როგორც აღმოჩნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და აი კიდევ ერთხელ ვამბობ, ღია სივრცეში როგორ უნდა მოხდეს კარიერული წარმატების მიღწევა, ამის ერთ-ერთი მაგალითი ჩემი წარმოდგენით ვზანდებით თქვენ. მოხვედით სასამართლოში, დარჩით სასამართლოში, ეს გახდა თქვენი ძირითადი პროფესია და აი აქ მივადექით ჩვენი საუბრების ამ ციკლის ძირითად თემას. ბატონ ლევან, რა არის მოსამართლის პროფესიის ძირითადი უპირატესობა, ძირითადი ხიბლი, შეგვიძლია ასეც ვთქვათ, რის გამოც თქვენ მოგწონთ ეს პროფესია და აპირებთ, რომ თქვენი ცხოვრება, პროფესიული ცხოვრება ამ პროფესიას მიუძღვნათ. და რასაკვირველია ეს ხიბლი და ეს უპირატესობა ამ პროფესიის დაფუძნებულია იმ ღირებულებებზე თუ იმ ღირსებებზე, იმ თვისებებზე, იმ ღირებულებებზე, რასაც ეს პროფესია ეფუძნება. ამიტომ მინდა ჩვენი საუბარი ამ მიმართულებით გავაგრძელოთ. მაშინ რა არის ამ პროფესიის უპირატესობა, რასაც განაპირობებს ის ღირებულებები, რომლებსაც ეს პროფესია ემსახურება. ბევრია შესაძლოა ეს ღირებულება, მაგრამ ყველაზე ძირითადს, ყველაზე არსებიც მინდა რომ ხაზი გავუსვათ და გამოკვეთოთ, როგორც ორიენტირს იმ ადამიანისთვის, ვინც ამ პროფესიას აირჩევს. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო შეკითხვაა ჩემი აზრით. ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც ალბათ უნდა დასმულიყო დღეს. და აი თქვენ დამისვით ასე კითხვა, რომ რა არის ის უპირატესობა და ხიბლი, რაც სამოსამართლო საქმიანობას ახასიათებს.
მე ჩემს მაგალითს გეტყვით და ჩემს გადაწყვეტილებაზე გეტყვით, რომ მე ნამდვილად ვიპოვე ჩემი თავი ამ პროფესიაში და მიმაჩნია, რომ ეს არის ზუსტად ის, რაც მე უნდა ვაკეთო, სანამ ეს შემეძლება და რაიმე არ შემიშლის ამაში ხელს და თუ რატომ შევეცდები ეს ავხსნა ჩემი გადმოსახედიდან. რაც შეეხება რა ხიბლი აქვს ამას. მე საერთოდ მგონია, რომ ნებისმიერი საქმე, რომელსაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანი აიღებს თავის თავზე და შედის ამ პროფესიაში, ყველაზე მთავარი არის პროფესიონალიზმი. ანუ თუ შენ არ იცი ის საქმე, რომელსაც აკეთებ, თუ არ ცდილობ მუდმივად განვითარებაზე და სიახლეების ძიებაზე შენს პროფესიაში, ნამდვილად ვერ შეიყვარებ ამ საქმეს, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია ნებისმიერი პროფესიის ადამიანს უყვარდეს თავისი საქმე და არ იცოდეს ეს საქმე მაღალ პროფესიონალურ დონეზე. აი დილეტანტიზმი არის ჩემთვის ყველაზე მიუღებელი მოვლენა და ყველაზე დამღუპველი ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით ისეთი მაღალი პოზიციიდან, როგორიც არის სასამართლო, ეს წარმოუდგენელია. და ხიბლი ზუსტად მაგალითად ჩემთვის პირადად ამ პროფესიაში არის ის, რომ მე მაქვს შესაძლებლობა, აი მთელი ჩემი ღირებულებათა სისტემა, რის საფუძველზეც მე ვცხოვრობ, საქმიანობ და მოქმედებ ნებისმიერი მიმართულებით, აი ამ ღირებულებათა სისტემის შესაბამისად მე მომენიჭა უფლება ამ პოზიციაში, რომ განმარტო კანონი და უკვე ჩემი ღირებულებები აი ამ განმარტებებში იმდაგვარად გადავიტანო, რომ ეს შემდეგ სხვა ადამიანების ცხოვრების გამარტივებისთვის და სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტისთვის იქნეს გამოყენებული. აი ეს არის ყველაზე მთავარი ხიბლი. მაგრამ აი თქვენ ასევე აღნიშნეთ და დაიწყეთ ამ სიტყვით, რომ აი რა უპირატესობა აქვს და რა ხიბლი. აი არავითარი უპირატესობა როგორც ასეთი, ანუ აი ასე ჩემი აზრით მოსამართლემ არ უნდა შეხედოს თავის პოზიციას, რადგან მოსამართლეობა არ არის პრივილეგია, ამას მინდა ხაზი გაუსვა. ეს არის ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა. ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა, რადგან კიდე ერთხელ ერთ ადამიანს, ერთ მოსამართლეს აბარია ასეულობით ადამიანის ბედი. და შეიძლება პატარა შეცდომა, პატარა უყურადღებობამ, რომ არაფერი ვთქვათ, არაპროფესიონალიზმზე და დილეტანტიზმზე გამოიწვიოს ძალიან სერიოზული უარყოფითი შედეგები და ეს აისახოს კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას. ამიტომ ეს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობაა და თქვენ მკითხეთ რა არის აი მოსამართლის მთავარი ღირსება, ხო? აი ყველაზე მეტად რას ერთი უკვე ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის პროფესიონალიზმი, რომელიც კავშირშია გასაკვირველია განათლებასთან და უპირისპირდება დილეტანტიზმს. და აი ნელია რომ არ დაგეთანხმოთ თამაშად. დიახ, მადლობა და პროფესიონალისტთან ერთად და არც ერთ შემთხვევაში არც ნაკლები დოზით ან ვთქვათ რაღაც მეორე ადგილზე დავაყენოთ ეს კრიტერიუმი, რასაც ახლა გავაჟღერებ. ეს არის კეთილსინდისიერება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი მოსამართლის ღირსებებში. და კეთილსინდისიერება იმდენად ფართო ცნებაა, რომ ის მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას. და აი კეთილსინდისიერება სწორედ უკავშირდება სამართლიანობის აი მთავარ ღირებულებას, რომლის მიღწევისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ნებისმიერი მოსამართლე. კეთილსინდისიერებაში მოიაზრება ყველა ის ადამიანური თვისებები, რომელიც ძალიან დიდი დოზით უნდა კონდეს გამომუშავებული და განვითარებული კარგ მოსამართლეს. ჩვენი საუბრის თემა კარგი მოსამართლის ღირსებებია და მე შევეცდები რომ ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ ამასთან დაკავშირებით. მე მინდა ხაზი გაუსვა ასევე იმას, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ კარგ მოსამართლეზე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მოსამართლეები პირველ რიგში არიან ადამიანები. მოსამართლეებად არ იბადებიან, მოსამართლეები შემდეგ ხდებიან. ამიტომ აი მოსამართლემ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანური თვისებები და ამ ადამიანური თვისებების გამომუშავება და თუ არის რაიმე ნაკლოვანება და ხარვეზი პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, აი ამაზე მუშაობა რომ ეს გამოასწოროს მოსამართლეს, მისი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რადგან ჩვენ საზოგადოება არ უნდა აღგვიქვამდეს რაღაც
აი მიუწვდომელ რაღაც განსხვავებულ სუბიექტებად. არამედ ჩვენ უნდა ვიყოთ საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილი, ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი და საზოგადოება თავისუფლად უნდა ურთიერთობდეს ჩვენთან და მათ უნდა ქონდეთ გონივრული მოლოდინი, რომ ისინი მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და სამართლიანი გადაწყვეტილება ადამიანური თვისებების გარეშე იმ მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად ხო ჩემთვის წარმოუდგენელია. ამიტომ აი ამ ორ აი ესეთ დიდ ღირებულებას ძირითად და მთავარ ღირებულებას გამოვარჩევდი, როგორც არის პროფესიონალიზმი, მაღალი პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება, რაც ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანონმდებლობითაც სწორედ ეს მოთხოვნებია წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატის წინაშე. დიახ, დიდი მადლობა ბატონ ლევან. მაშ კარგი მოსამართლე მარტივად რომ ვთქვათ არის ის, ვინც თავისი საქმის მცოდნეა, ვინც თავისი საქმის პროფესიონალია, ანუ აქვს განათლების მაღალი დონე თავის პროფესიაში. არის ის, ვინც კეთილსინდისიერია, ამ შემთხვევაში უფრო ასე ვთქვათ, ეს უფრო ისეთი პიროვნული თვისებაა, ხო, უნარჩვება კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება უნდა ჩადგეს სამართლიანობის სამსახურში, სამართლიანობის მიღწევა, სამართლიანობის ღირებულება. რასაკვირველია ეს არის ღირებულება, რომელიც ამ სივრცეში, სასამართლო სივრცეში ყველაზე მეტად ფასობს, იმიტომ რომ ადამიანები სასამართლოში მოდიან სწორედ სამართლიანობის მისაღწევად. ამავე დროს ბატონ ლევან, ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე უფრო როგორ თქვა, ყველაზე უფრო ინდივიდუალური პროფესია მოსამართლის პროფესია იმ თვალსაზრისით, რომ სამართლიანობის აღსრულების გზაზე მოსამართლე არის თავის პროფესიონალისტთან, თავის ინდისთან, თავის კეთილსინდისიერებასთან პირისპირ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მარტო ის მას რაღაცა კოლექტიური გადაწყვეტილების ან კოლექტიური ნების წნეხი სხვა პროფესიებთან მიმართებით ყველაზე მეტად აქვს მოხსნილი და ყველაზე მეტად აწუხებს ეს წნეხი. ყველაზე ნაკლებად აწუხებს. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, ის კიდევ ერთხელ ვამბობ, არის მარტო თავისი საქმის განსახილველი საქმის წინაშე და თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია ამ საქმის სამართლიანად დასრულებისთვის. რატო გავუსვი ახლა ამას ხაზს? თქვენთვის ეს დასამალი არ არის და ჩვენურად იცით, რომ მოსამართლის რეპუტაცია საქართველოში მაღალი არ არის. შეგვეძლო უფრო მკაცრადაც გვეთქვა, რომ ნდობა სასამართლოს როგორც ინსტიტუტის და შესაბამისად მოსამართლეების როგორც ინდივიდების მიმართ მაღალი არ არის. ეს არ არის ჩემი პირადი შთაბეჭდილება, ეს საზოგადოებრივი აზრის არაერთი გამოკითხვით დასტურდება ბევრი წლის განმავლობაში. და შეიძლება ითქვას, რომ დღესაც უნდობლობის ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხი აქვს ამ ინსტიტუტს სასამართლოს და მოსამართლეების მიმართ არის საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება. მიაღწევს კი ადამიანი სამართალს სასამართლოში. ეს კითხვა დგას მოქალაქეების წინაშე, რომლებიც სასამართლოში მიდიან. თუმცა ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, ხო? და ყველა დანარჩენი გზა სამართლის პოვნის, საკუთარი უფლებების დაცვის, მით პრო არაფორმალური გზები არის დევიანტური, მარტივად რომ თქვა. რა განაპირობებს, აი რა კვებავს უნდობლობას სასამართლოს მიმართ დღეს და ბევრი წლის განმავლობაში და მოსამართლის მიმართ სკეპტიციზმს რა კვებავს? ის რომ ცალკეული მოსამართლეები იმ თვისებებით არ არიან, თუ იმ ღირსებებით არ არიან შემკულნი, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, თუ არის კიდე რაღაც დამატებითი ფაქტორები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. შესაძლოა საზოგადოების არაინფორმირებულობა ამაში თავად დამნაშავედ საზოგადოებას არ აქვს ადეკვატური ინფორმაცია იმ მოსამართლეების, იმ საქმეების, იმ кейსების შესახებ, რომლებსაც სასამართლო იხილავს და ასე შემდეგ. მოკლედ არ მინდა რომ შეკითხვა გამიგრძელდეს. მაშ ერთი მხრივ მოსამართლის, კარგი მოსამართლის ღირსებები
და მეორე მხრივ საზოგადოების სკეპტიციზმი სასამართლოს მიმართ. აი ამ ორ რაიმეს შორის კავშირია? კი ბატონო, ძალიან საინტერესო შეკითხვაა და აქტუალური და შევეცდები რომ ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოსამართლის, კარგი მოსამართლის ხისებებზე და შეიძლება მრავალფარდოვანი სიტყვებით რაღაცა წარმოვაჩენთ, აი როგორი უნდა იყოს კარგი მოსამართლე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მივახციოთ იგივე განწყობებს და აი ამ ყველაფრის რეალიზებას ჩვენს ცხოვრებაში, ხო? ეს არის თავარი ამოცანა. და მე მინდა თქვა, რომ ზუსტად და დაგეთანხმოთ, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის შექმნა, თუ ეს სისტემა არ სარგებლობს საზოგადოებაში მაღალი ნდობით. მე მინდა ვთქვა, რომ ნდობა ეს არის თავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც შეიძლება შეფასდეს სასამართლოს წარმატება და სასამართლო სისტემის აღიარება საზოგადოების მხრიდან. აი მე მყავს ერთი მეგობარი, ავსტრიელი მოსამართლე, რომელმაც ერთ-ერთ საუბრის დროს მითხრა ასეთი რამ, რომ ავსტრიაში ყოველწლიურად ტარდება საზოგადოებრივი გამოკითხვები. თუ რომელ საჯარო დაწესებულებას ენდობიან ყველაზე მეტად მოქალაქეები. და ბოლო 10 წლის განმავლობაში ავსტრიის მოქალაქეები ყველაზე მეტად ენდობიან სასამართლოს. წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერება, როდესაც 10 წლის განმავლობაში სასამართლო არ თმობს პირველ ადგილს საზოგადოებაში და რამდენად მაღალია საზოგადოებრივი განწყობა, დადებითი განწყობა აი ამ მნიშვნელოვანი სისტემის მიმართ, ხო? ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. რომ მივახციოთ იმ ნიშნულს, როდესაც ყველა ადამიანი, რომელთანაც დაიწყება საუბარი სასამართლოზე, პირველი განცდა, რაც მას უნდა გაუჩნდეს, ეს არის ნდობა. რადგან აუცილებელია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ აი ასეთი განწყობა, რომ ნებისმიერი პრობლემის დროს, სამართლებრივი პრობლემის დროს ისინი მივლენ კონკრეტულ ადგილზე, სადაც იპოვიან სამართალს. აი ძალიან მარტივად რო ვთქვა, მაგრამ უბრალოდ ასეთი განცდა, ასეთი განწყობა არ არსებობს. და ეს გრძელდება ბევრი წლის განმავლობაში. დიახ, აი შევეცდები რომ ჩემი აზრი გადმოვცე ამასთან დაკავშირებით. გეტყვით იმას, რომ ნამდვილად არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ სასამართლოსადმი დღეს საქართველოში ნდობა მაღალი არ არის. ეს არის ფაქტი. და ამას აქვს თავისი სხვადასხვა მიზეზები. მე როდესაც ვსაუბრობთ ანგარიშვალდებული და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის აუცილებლობაზე, აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ, თუ რა უზრუნველყოფს აი ესეთი საოცნებო სისტემის ჩამოყალიბებას და განვითარებას. აქ არის ორი ასპექტი. ეს არის ინსტიტუციონალური მიდგომა და მეორე ეს არის ინდივიდუალური დამოუკიდებლობა მოსამართლისა. უბრალოდ შეუძლებელია სხვანაირად რომ ააშენო ნდობაზე დამყარებული, ანგარიშვალდებული, დამოუკიდებელი, ყოველგვარი შიდა და გარე გავლენისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. პირველი და მთავარი ეს არის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. ანუ ინსტიტუციურ დონეზე უნდა შეიქმნას და ფუნქციონირებდეს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უბრალოდ გამორიცხავს როგორც კეთილსინდისიერების, ასევე პროფესიონალიზმის კრიტერიუმით შეუსაბამო ადამიანების მოხვედრას ამ სისტემაში. ეს არის აუცილებელი. აი ინსტიტუციურ ხარვეზებზე თქვენი აზრი იქნება ძალიან საინტერესო. არის ინსტიტუციური ბარიერები, ბატონ ლევან. საწესების აუცილებლად იქცეს იმად, რადაც ავსტრიაშია. მოგახსენეთ ჩემას, უბრალოდ მივალ მათამდე თუ შეიძლება. მეორე ასპექტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობა, რადგან სახელმწიფომ რა სწორი სამართლებრივი ჩარჩოც არ უნდა შექმნას, უბრალოდ წარმოუდგენელია პიროვნული ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გარეშე
მივაღწიოთ აი იმ ეტაპს, ხო, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა. იცით როგორ არის? მე მაგალითად უყურებ ასე, რომ ინსტიტუციურ დონეზე საჭიროა ისეთი სისტემის შექმნა, ისეთი წონასწორობის და კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება, რომელიც ძალაუფლების დანაწილებისათვის შექმნის რეალურ საფუძველს, რადგან მოსამართლეებს თითოეულ ჩვენთაგანს უნდა გვესმოდეს, რომ დამოუკიდებლობა ეს არ არის ჩვენი პრივილეგია, არამედ ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც გულისხმობს მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებას. და ეხლა თქვენ მკითხეთ, რას ვხედავ მე დღეს არსებული საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, ჩარჩოებთან დაკავშირებით, ხო, ამ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან მიმართებით. მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ნორმალური საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოსამართლეთა შერჩევას, ან შერჩევის კრიტერიუმების, ან საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს. მაგრამ ეხლა ეს საუბარი ძალიან დეტალებში რო შევიდეთ, შორს წაგვიყვანს. რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადასადგმელი ინსტიტუციურ დონეზე, იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ნდობა სასამართლოს მიმართ ამაღლდეს. ეს ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს და ნამდვილად საჭიროა ამაზე სერიოზული მუშაობა და ფიქრი და მე მგონი ამაზე მოგვიწოდებენ ჩვენი მეგობრები, რომ ჩვენ ვიფიქროთ უფრო უკეთეს კი, ბატონ ლევან, აი სულ გვესმის საზოგადოების წევრებს, რომლებიც სასამართლოსთან ინსტიტუციურად და პროფესიულად დაკავშირებული არ ვართ, მაგრამ მუდმივად საზოგადოებრივი აზრი ისმენს სხვადასხვა ეგრეთ წოდებული სტეიქჰოლდერების, ანუ დაინტერესებული ჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მუდმივად გვესმის ესეთი საყვედური სასამართლოს მიმართ, რომ ნაჩქარევია სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნა, არ არის გამჭვირვალე ეს პროცესი, საჭიროა რომ შერჩევის კრიტერიუმები უფრო დაიხვეწოს, მექანიზმი უფრო დაიხვეწოს და ასე შემდეგ. აი სულ მუდმივ მე არ მახსოვს მოსამართლეთა დანიშვნის, ან მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, რომელსაც უხმაუროთ და ესეთ სერიოზული კრიტიკის გარეშე ჩაევლოს. თქვენ ლაპარაკობთ ინსტიტუციურ ხარვეზებზე და ლაპარაკობთ იმაზე, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა უნდა იყოს ასევე ინსტიტუციურად განმტკიცებული და ამ საქმეში თქვენ პირველ რიგში დაასახელეთ სწორედ მოსამართლეთა შერჩევის მექანიზმები და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. თქვენ თქვით, რომ ეს საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ მაინც მინდა მათ შორის აი ამ დაინტერესებული ჯგუფების კრიტიკას თქვენ ამ გადაცემაში უპასუხოთ. აი ამ კომპონენტში რა არის კიდე გასაკეთებელი, ბატონ ლევან? ანუ რა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ სისტემაში შესული ადამიანი, ამ პროფესიაში შესული ადამიანი საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობით სარგებლობდეს. რა აკლია ამ პროცესს? აი პირველ რიგში რას გააკეთებდით, მაგალითად თქვენ? ეხლა მე ძალიან მოკლედ გიპასუხებთ ამ კითხვაზე. სამწუხაროდ მე არ ვარ ამ შეკითხვის ადრესატი, რადგან მე წარმოვადგენ კონკრეტულად როგორც ერთი მოსამართლე სასამართლო სისტემას და მე არ ვარ იმ მოსამართლეებს შორის, რომელიც მართავენ სასამართლო სისტემას და იღებენ გადაწყვეტილებებს. თუნდაც იმ საკითხებზე, რომელზეც ჩვენ ვიდაუღებთ. უმაღლეს საბჭოს გულისხმობ. დიახ, რა თქმა უნდა. და ის კიდევ სხვა იმ მმართველ ორგანოებს, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციას და ასე შემდეგ. ასე შემდეგ არიან ჩართულები სასამართლო სისტემის მართვაში. შესაბამისად მე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ და უბრალოდ არ შემიძლია ამაზე დეტალურად საუბარი, მაგრამ ვიტყვი ერთ რამეს, რომ რა თქმა უნდა როდესაც ჩვენ საუბრობთ სასამართლოსადმი ნდობაზე,
და აი თქვენ აღნიშნეთ რომ რაღაც გამჭვირვალობის კრიტერიუმი არ არის დაკმაყოფილებული, ხო? აი როგორც თქვენ მიუთითეთ. მე ვფიქრობ რომ უფრო მეტი ჩართულობა უნდა მოხდეს უკეთესი სასამართლოს შექმნისათვის საზოგადოების მხრიდან, როგორიც არიან საზოგადოების ჩვეულებრივი წარმომადგენლები, რიგითი წარმომადგენლები, მათი მოსაზრებები ძალიან საინტერესოა, რადგან მოსამართლე წარმოადგენს პირველ რიგში საზოგადოების ხმას ხელისუფლების აი ამ დანაწილების ტრიადაში. ხო, მას გამოაქვს გადაწყვეტილება საქართველოს სახელით და შესაბამისად მას უნდა კონდეს გაცნობიერებული, რომ ის წარმოადგენს თქვენ ფიქრობთ, რომ საზოგადოებას ამ მიმართულებით აქტიურობა აკლია, ბატონ ლევან? იმიტომ რომ აი მუდმივად არასამთავრობო სექტორი მაგალითად აი მუდმივად апелირებს ამაზე. საერთაშორისო ორგანიზაციები, თუნდაც გარედან საზოგადოების მხრიდან რა შეიძლება კიდე გაკეთდეს ამ მიმართულებით გასაგებია, ასე ვთქვათ, და თვალსაზრისით თავს იკავებთ დეტალური საუბრისგან, მაგრამ აი საზოგადოებას კიდე რა შეუძლია ეს რო გითხრათ, ბატონ ლევან, საინტერესო იქნება. დიახ, ჯერ დავასრულებ აზრს თუ შეიძლება და შემდეგ გადავალ ამ საკითხზე. დიახ, ანუ როდესაც საუბრობ გამჭვირვალობაზე, მე არ მიგულისხმია რომ საზოგადოების წარმომადგენლებმა მათი მხრიდან რაიმე დააკლეს ამ მიმართებით და რაღაცაზე არ თქვეს თავისი კრიტიკული მოსაზრება ან რაღაც რჩევა არ გაუწიეს, ამას არ გულისხმობ, მე პირიქით გულისხმობ, უნდა იყოს მეტად გახსნილი სისტემა და მიმღეობა საზოგადოებრივი აზრისა უფრო მეტი უნდა იყოს, ამას გულისხმობდი მხოლოდ და მხოლოდ და ასევე იცით როგორ არის, ანუ ჩვენ არ ვდგავართ ახლა ისეთი პრობლემის წინაშე, რომელიც არ გადაუჭრიათ ჩვენზე უფრო გამოცდილ ქვეყნებს ამ საქმეში, ხო? ეხლა ჩვენ 30 წლიანი ისტორია გვაქვს სასამართლო სისტემის, ხო? მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ, არა? და რაღაც დიდ გამოცდილებებზე ძალიან რთულია საუბარი. ეს ძალიან მცირე პერიოდია იმისთვის, რომ ჩვენ შეფასება გავაკეთოთ. ამიტომ მაგალითად არსებობს ძალიან კარგი მოდელები სხვადასხვა განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, რომელიც დაფუძნებულია ძალთა თანასწორ ბალანსზე და ურთიერთკონტროლის მექანიზმზე, რაც უზრუნველყოფს სწორედ გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ნდობაზე დამყარებული სასამართლო სისტემის შექმნას. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი კომპლექსური მიდგომით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ უფრო ასე ვთქვათ, ინსტიტუციურ დონეზე უფრო მეტად გამართული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აი იმ ყველა კომპონენტის დაკმაყოფილებას, რაზეც მე ვისაუბრე და რაც შეეხება საზოგადოების ხმას, აი თქვენ დამისვით ეს კითხვა, რომ აი ხომ არ აკლებს საზოგადოება რაიმეს ამაში. მე მგონი ამ კითხვაზე უკვე გიპასუხეთ, მაგრამ კიდე გავუსვამ ხაზს იმას, რომ იცით როგორ არის, აი ერთ-ერთ ამერიკელ მოსამართლეს, რომელიც სტუმრად იყო ჩამოსული საქართველოში, დაუსვეს ესეთი შეკითხვა, რომ ქალბატონი იყო ამერიკის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც შეკითხვაზე თუ რას ფიქრობს ის იმ შემთხვევებზე, როდესაც ხდება სასამართლოსადმი კრიტიკა და ხშირად ეს კრიტიკა ძალიან გამძაფრებულია. ქალბატონი დანკენი იყო ასეთი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც ასეთი პასუხი გასცა და ეს ძალიან მენიშნა და აბსოლუტურად ვეთანხმები მას და ვცდილობ, რომ მეც ზუსტად იგივე ნაირი, ასე ვთქვათ, განწყობები მქონდეს, თუ პირად მე შემეხება ან ჩვენ სასამართლო სისტემას ის კრიტიკა, ან ის რჩევები და მოწოდებები, რომელიც შეიძლება ისმოდეს. მან უპასუხა ასეთი რამ, რომ ხალხს შეუძლია ნებისმიერი რამ თქვას სასამართლო სისტემაზე. მოსამართლის და ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. საპასუხოდ კი მოსამართლეებს არ გვაქვს უფლება მათ შევეწინააღმდეგოთ. ჩვენ მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილებებით შეგვიძლია საუბარი. აი ეს არის სწორედ ის საფასური, რასაც ვიხდით იმაში, რომ გვერქვას მოსამართლეები.
ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ უფრო მეტი მიმღეობა უნდა იყოს კრიტიკისადმი. ანუ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს თუნდაც შეცდომების აღიარების, თუნდაც იმ გამოცდილების გაზიარების, რომელიც შეიძლება ჩვენ არ გქონდეს და ძალიან კარგი რჩევა მივიღოთ, განსაკუთრებით მე გულისხმობ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ. ამ კონტექსტში მახსენდება სწორედ და არ შემიძლია ამას არ გაუსვა ხაზი ბატონ ლევან, თქვენ იყავით ერთ-ერთი იმ თუ არ ვცდები 23 მოსამართლეს შორის, რომლებმაც გააკრიტიკეს მოსამართლეთა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იმ განცხადების გამო, რაც ამ კომიტეტმა გაავრცელა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, კერძოდ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების მიმართ. მოკლედ, აი ამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მსმენელებს შევახსენებ, მიმართული იყო სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაჩქარევ და ასე ვთქვათ მოუმზადებელ და გაუმჭვირვალე დანიშვნაზე და მათ თქვეს კიდეც რომ შეიძლება ჩავთვალოთ უკან გადადგმულ ნაბიჯად მართლმსაჯულების რეფორმის გზაზე და სწორედ ამის საპასუხოდ გაავრცელა ასევე საკმაოდ მწვავე განცხადება მოსამართლეთა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტმა და აქ მოხდა უპრეცედენტო რამ მოსამართლეთა ჯგუფი, ერთი ჯგუფი და მათ შორის გამბრძანდებით არ დაეთანხმა მოსამართლეთა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ამ მწვავე განცხადებას საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. იცით რა შეკითხა თქვენ ინტერვიუც მიეცით ერთ-ერთ წელია, სადაც განმარტეთ თქვენი დაუთანხმებლობის მიზეზი, მაგრამ მე მინდა გკითხოთ ბატონ ლევან შემდეგი რამ, ანუ რატო არ მოგეწონათ თქვენ საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებას სამართლო კონფერენციის, ანუ რამ გამოიწვია თქვენი პროტესტი? ესე იგი, თქვენ ეთანხმებოდით საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს, თუ უბრალოდ ფორმამ გამოიწვია თქვენი პროტესტი, რაც ამ კრიტიკის საპასუხოდ გაისმა. თუ ფიქრობთ, რომ მართლაც ეს იყო გაუმჭვირვალე დანიშვნა და უკან გადადგმული ნაბიჯი სასამართლო რეფორმის გზაზე. იგი შინაარსი იყო თქვენთვის ამ კრიტიკის მისაღები და ფორმა ამ კრიტიკაზე პასუხის მიუღებელი. აი ცოტა არსებითად რო გითხრათ, თუ არის შესაძლებელი. კი ბატონო, მე რატომაც მეგონა და ვფიქრობდი, რომ თვითონ განცხადებაში, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ და შემდეგ ინტერვიუში, რომლის მიცემაც მე მომიწია ერთ-ერთ ტელეარხთან, საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე რამ განაპირობა ჩვენი ამ განცხადების. კი, უბრალოდ ბევრ შესაძლო ეს არ აქვს მოსმენილი. მე მოვისმინე ბატონ ლევან და ვიცი, მაგრამ მინდა რომ ფართო აუდიტორიას უთხრა თქვენი პოზიციის შესახებ. კი, რა თქმა უნდა. უბრალოდ აი ზუსტად ეს მინდა ვთქვა, რომ აი ხომ ხედავთ აი თქვენ მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ მე მგონია რომ ვრცლად ვისაუბრე და აქ კითხვები აღარ უნდა იყოს, აი თქვენ გაგიჩნდათ ძალიან საინტერესო შეკითხვა ჩემი აზრით. ამიტომ აი ზუსტად აი ეს არის მაგალითი, როდესაც მოსამართლე არ უნდა უშინდებოდეს შეკითხვას. პირიქით, მას უნდა ჰქონდეს აბსოლუტური გახსნილობა და მიმღეობა საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ და თუ არსებობს შეკითხვა, ამ შეკითხვაზე უნდა გაეცეს პასუხები. იმიტომ რომ ნებისმიერი უპასუხოდ დატოვებული შეკითხვა იდე უფრო მეტ შეკითხვას გამოიწვევს. ამიტომ არც ერთ მოსამართლეს არაფერი დასამალი და დასაფარი ჩემი აზრით არ უნდა გქონდეს და მე სიამოვნებით გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე. თქვენ თქვით ასეთი რამ, რომ რა იყო ეს იყო თქვენი მწვავე პროტესტი თუ არა. მე უფრო სხვანაირად გეტყოდით და სხვანაირად შევაფასებდი და მართლა გაგიზიარებდით რა იყო ეს. ეს იყო გულწრფელად გეუბნებით გულის ტკივილი, აი პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების, ვინც ეს განცხადება გავავრცელეთ. ეს იყო გულის ტკივილი იმის გამო, რომ როდესაც შენი საერთაშორისო პარტნიორები, შენი მეგობრები 10 წლეულების განმავლობაში, როგორც ფინანსურად, ასევე ინტელექტუალური თვალსაზრისით, მართლაც ფასდაუდებელ დახმარებას გიწევენ და ეს გრძელდება წლების განმავლობაში და ეს კონკრეტულ შედეგებზე აისახება.
აი თუნდაც რო ავიღოთ ინფრასტრუქტურა, რაც სასამართლო სისტემაში დღეს გვაქვს, ხო? ეს გარემონტებული და ყველანაირად აღჭურვილი სასამართლო დარბაზები, ვთქვათ, იგივე ის კვალიფიკაცია, რაც თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია მოსამართლეებს, ხო, რომელიც მათ შორის მოიცავდა არაერთხელ სტაჟირებას, ძალიან საინტერესო სტაჟირებას და პროგრამას, რომელიც ჩვენ სწორედ ამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით გავიარეთ, ხო? აი ამისი უბრალოდ უარყოფა ნამდვილად ჩემთვის იყო მიუღებელი და თქვენ მითხარით, რომ ფორმა იყო მიუღებელი თუ შინაარსი და მე გეტყოდით ამაზე. ძალიან მარტივად რომ როგორც ფორმა, ასევე შინაარსი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. მე მინდა გამოვთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი განცხადება სამწუხაროდ ზოგიერთმა საზოგადოების წევრმა არასწორად აღიქვა და იქ იყო სხვადასხვა ინტერპრეტაციები და აი მე მინდა ეხლა საბოლოოდ ჩამოვაყალიბო ჩემი აზრით თუ რატომ გავაკეთე ეს განცხადება და რას გულისხმობდი იმ ინტერვიუში რაც თქვი და მე მგონი ამით უნდა დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი, რადგან რაღაც არ მიმაჩნია ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯად. აი მე მესმის თქვენი და საზოგადოების აბსოლუტურად მესმის. აი იცით როგორი მესიჯები მომდიოდა და როგორი ზარები მივიღე იმ დღეებში, რომ აი თითქოს რაღაც ეს არის გმირობა დღეს, ეს არის რაღაცა აი პირველად გაკეთებული განცხადება. ეს ნიშანდობლივია, რომ ეს გმირობად გამოჩნდა, ხო? ერთი შეხედვით მე არ ვფიქრობ ესე. ნამდვილად აი ეს ამათ ძალიან წუხვარ, რომ აი ესეთი განცხადება და ესეთი პოზიციის დაჭერა შეფასდა გმირობად, იმიტომ არ მიმაჩნია ეს ნამდვილად ეს არ უნდა იყოს დღეს გასაკვირი, როდესაც ჩვენ ვიფიქრეთ და ეს აზრი გამოვხატეთ, რომ შენ საერთაშორისო მეგობარს ამ ფორმით და ამ შინაარსით ნამდვილად არ უნდა ელაპარაკო. აი ეს იყო მეტი არაფერი, რადგან მიმაჩნია და ეხლა ხას ვსვამ, რომ ნამდვილად ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ნამდვილად დღემდე, აი მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე გვიწევს ნამდვილად ფასდაუდებელ დახმარებას და აი პირადად მე მაგალითად აი ამერიკის საელჩოს აქვს ესეთი პროექტი სასამართლოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით უწევენ როგორც ინტელექტუალურ ასევე ფინანსურ დახმარებას სხვადასხვა პროექტების სახით და აი პირადად მე როგორც მოსამართლეს მქონია რაღაც სამართლებრივი საკითხზე მაინტერესებდა ამერიკული გამოცდილება რომ მე მიმეღო სწორი სამართლიანი გადაწყვეტილება და ამერიკის მოსამართლეებთან ამერიკა მოქმედ მოსამართლეებთან მომეცა შესაძლებლობა რომ მესაუბრა ამ სამართლებრივ პრობლემაზე აი ამ დონეზე გვეხმარებიან ისინი აი ყოველდღიურ საქმიანობაში და როგორ შეიძლება რომ შემდეგ მათი მხრიდან გამოთქმული მოსაზრება თუ კრიტიკა აი ასეთი ფორმით იყოს პასუხგაცემული. თავად ეს კრიტიკა ბატონ ლევან, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გამოთქვეს. თავად ეს კრიტიკა სამართლიანი კრიტიკა იყო. დიახ. აი ეხლა უკვე თქვენ მისვამთ შეკითხვას, რომელთან დაკავშირებითაც მე როცა დავიწყებ კონკრეტულად საუბარს, იმიტომ რომ მაშინ მე უნდა ახსნა, ხო, რას ეთანხმები და რატო ეთანხმები თუ რას. ანუ აქ უკვე მე უნდა თქვენ სწორად გაიგოთ ჩემი ეს პასუხი, რასაც ეხლა გაგცემთ. მე მოგეხსენება თუ არ მოქმედი მოსამართლე და ის ეთიკური სტანდარტი, რაც დადგენილია სამოსამართლო ეთიკის კოდექსით და საერთაშორისო აღიარებული სამოსამართლო ქცევის პრინციპებით, მე მზღუდავს, რომ შევაფასო ჩემი კოლეგების, ან თუნდაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ან ორგანოების მიერ მიღებული, ასე ვთქვათ, კონკრეტული გადაწყვეტილებები კონკრეტულ ჩემს კოლეგებთან დაკავშირებით. ის განცხადება ეხებოდა მოსამართლეთა დანიშვნას, მოგეხსენებათ, ხო? ამიტომ ის უკვე მიგვიყვანს ჩვენ ისეთ მსჯელობამდე, რომელიც უბრალოდ ჩემს ეთიკურ სტანდარტს არ შეესაბამება და უბრალოდ ამ საკითხზე დეტალურად ვერ გესაუბრებ. ბატონ ლევან, ჩვენ როგორც ჩანს გვიყურებენ და გვისმენენ და შეკითხვა შემოვიდა ერთი, რომელიც მინდა დაგისვათ. მოსამართლეთა შერჩევის მექანიზმზე არის შეკითხვა დასმული, მოსამართლეთა შერჩევის პროცესის წარმართულ კრიტერიუმებზე და
მსმენელი გვეკითხება, რომ ამ პროცესში რამდენად სწორად არის გაზომილი შემიძლია ეს სიტყვა ვიხმარო, რამდენად სწორად არის გაზომილი ის თუ რა ხარის დამოუკიდებლობის რა ხარისხით შემოდის ადამიანი სასამართლო სისტემაში. ანუ ამ შერჩევის კრიტერიუმები ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ხარისხს ადგენს თუ არა და რაიმე თუ არ არის ამ მიმართულებით გასაუმჯობესებელი. აი ეს შეკითხვა არის, რომელიც დაისვა მსმენელის მიერ. იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ, ჩვენ ახლა ინსტიტუციურ ფაქტორებზე ვისაუბრეთ და ამავე დროს თქვენ ბრძანეთ არსებობს ინდივიდუალური ფაქტორები. სხვა ამ ინდივიდუალურ ფაქტორებში რასაკვირველია წამყვანია ის, რომ ადამიანი უნდა შემოდიოდეს სასამართლო სისტემაში, რომელსაც აქვს სწორედ ეს სიძლიერე და ეს უნარჩვევა, რომ იყოს მართლაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების დროს, რის უფლებასაც მას სასამართლო სისტემა აძლევს, მაგრამ ამ უნარჩვევამ შეიძლება მას უმტყუნოს. აი, არსებობს თუ არა ამ უნარჩვევის გაზომვის, ან ყოველ შემთხვევაში ამ უნარჩვევაზე ყურადღების მიქცევის საკმარისი წილი მოსამართლეთა შერჩევის დროს. კი ბატონო. მადლობა ამ შეკითხვისთვის დაინტერესებულ მოქალაქეს. Რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან სასამართლო სისტემისადმი ნდობაზე, როდესაც საუბრობთ, ეს დაიყვანება კონკრეტულ პერსონალიებამდე, ან კონკრეტულ მოსამართლეებამდე, რომელიც ქმნიან ამ სისტემას, ხო? და ნდობა არ მოიპოვება სიტყვებით. აი, ჩვენ რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ კარგები, თუ ჩვენ ეს საქმით არ დავამტკიცეთ, ჩემ თავზე ვამბობ პირველ რიგში, საზოგადოებაში ნდობას ვერ გამოვიწევთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა საქმე შენ გამოგაჩინოს შენ ეს სტროფილი პოსტულატი, ხო, სახარებისეული და ნამდვილად საქმით უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დამტკიცება. ხოლო როგორ მივიდეთ აქამდე და რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ ინდივიდუალურად დამოუკიდებელი ადამიანი. ამით არაერთი მეთოდი არსებობს და არაერთი გზა თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი ადამიანების შერჩევა. პირველ რიგში ჩემი აზრით, იმისათვის რომ ჩვენ გავიგოთ, რამდენად შეუძლია ადამიანს მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რამდენად არის ის პრინციპული, ერთგული დემოკრატიული ღირებულებებისადმი და გადაწყვეტილება მიღება უნარიანი, ამისათვის უნდა შევაფასოთ მისი წარსული. ეს არის ალბათ პირველი გზა. ამიტომ სასამართლო სისტემაში უნდა შემოდიოდნენ საკმაოდ მკაფიო, ნათელი წარსულის მქონე ადამიანები, რომლებსაც უკვე თავისი სიტყვა, ასე ვთქვათ, ნათქვამი აქვთ თავიანთი საქმიანობის პროცესში, სხვადასხვა დროს. პირველი, რასაც მე ანუ მათი პროფესიული ბიოგრაფია უნდა იყოს კარგად შესწავლილი. აუცილებლად. აი, მე მახსენდება ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ერთ-ერთი კანდიდატის გასაუბრება, რომელიც შემდეგ ერთხმად იქნა არჩეული და წლების განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაში ის ემსახურებოდა მართლმსაჯულების სისტემას, აი ამ მაღალი პოზიციიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციიდან, გულისხმობ ამერიკის ფედერალურ უზენაეს სასამართლოს, ან მთავარ სასამართლოს. ეს იყო ბატონი ანტონინ სკალია, რომელიც სამწუხაროდ 2016 წელს გარდაიცვალა და ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს და ძალიან საინტერესო ნაზრევი აქვს მას სხვადასხვა ნაშრომებში. მე ძალიან მაინტერესებს ეს პიროვნება, როგორც მოსამართლე და ვეცნობ მის გამონათქვამებს, მოსაზრებებს, ნაშრომებს და მათ შორის უყურე მის გასაუბრებას სენატში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში და იქ არაერთი შეკითხვა დაუსვეს მას. აი, იცით როგორი დონის შეკითხვები დაუსვეს? როდესაც მან დაამთავრა უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი და ჰქონდა გამოსაშვები საღამო, იქ ეცეკვა ვიღაც გოგონას და აი ამ ცეკვის დროს ამ გოგონას რაღაც არესი ამოვნა და აი ესეთი დეტალი გაუხსენეს მას და მოთხოვეს ამაზე პასუხი. გესმით, აი რა დონეზე ხდება ადამიანის ბიოგრაფიის შემოწმება. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ რაც ჩვენთან არ ხდება.
უკაცრავად ასეთი დონის გასაუბრებაზე ნამდვილად არ უსვამენ ისეთ სამართლებრივ შეკითხვებს, როგორცაც დაუსვამდით ჩვენ სტუდენტებს განუცდაზე. ხო, აი მაგალითად რა არის არაერთგზისი დანაშაული თუ რას ფიქრობს კონკრეტული კანდიდატი, ვთქვათ, ღირსების უფლებაზე და რა იგულისხმება მაგალითად წამების აკრძალვაში და რამდენად აბსოლუტურია ეს უფლება. უბრალოდ ამას არც აკადრებენ იქ მოსამართლეობის კანდიდატს. გესმით, იმიტომ რომ ეს ბიოგრაფია და ეს საკითხი უკვე გარკვეულია. იქ მოდის კანდიდატი, რომლის მორალური ღირებულებები და აი ამ ღირებულებათა სისტემაში სასამართლოს როლი როგორ ესმის მას. აი ამ დონეზე ხდება იქ კანდიდატების შეფასება და მე მაგალითად აი გასაუბრებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? მით უმეტეს ისეთ გამჭვირვალე გასაუბრებას, სადაც არაერთი წარმომადგენელი საზოგადოების მათ შორის უფლებამოსილია რომ დასვას შეკითხვები, ხო? და აი აქაც როდესაც ჩვენ აი ამ ბიოგრაფიაზე და ადამიანის წარსულზე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ და ეს იქნება საჯარო და გამჭვირვალე, არა ფორმალური, არამედ რეალური გამჭვირვალეობის კრიტერიუმს როდესაც აკმაყოფილებს და ამას პლუს როდესაც შერჩევის სისტემა იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული, ობიექტური და სამართლიანი, აი მე უკვე ჩვენ მივიღებთ რა თქმა უნდა მოსამართლეს, რომელსაც საზოგადოება ენდობა. აი თქვენ რომ უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითი აიღოთ და უყუროთ გასაუბრებას მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მე ხა რა მაგალითიც მოგიყვანეთ, ეს იყო 35 წლის წინ. წარმოიდგინეთ ბატონო იეგო 1986 წელს, როცა საქართველოში ჯერ კიდევ იყო საბჭოთა კავშირის ის თქვენ პიკი, აი მაშინ აი ამ დონეზე ისმებოდა შეკითხვები და აი მე ერთი შეკითხვა მახსენდება და ესეც მინდა აღვნიშნო სკალიას შეკითხვა დაუსვა მაშინდელმა სენატორმა დღევანდელმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კითხა ასეთი რამ სკალიას აი ძალიან მარტივი თითქოს ხო მაგრამ ძალიან მრავლის მომცველი შეკითხვა იმიტომ რომ ამ შეკითხვაზე პასუხი ნამდვილად შესაძლებელი გახდა სკალიას როგორც პიროვნების სოფხედველობის აღქმა და მისი ღირებულებათა სისტემის გაცნობა და გახსნა საზოგადოებისთვის და კითხვა ასეთი იყო რას ფიქრობდა ბატონი სკალია დემოკრატიულ ღირებულებებზე და რა იყო მისთვის მოსამართლის მთავარი მორალური ვალდებულება. აი ეს კითხვა იყო და სკალიას პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ მოსამართლის მთავარი მორალური ვალდებულება ეს არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრების ვალდებულება და დემოკრატიული საზოგადოების ამ მთავარი მოთხოვნის შესრულება. ხო, თუ მოსამართლეს ეს არ შეუძლია, მან უნარი უნდა თქვას მანტიაზე. და ეს ისეთი კაფიო და ნათელი პასუხი იყო, რომ სხვა შეკითხვა ამ საკითხზე აღარ დასმულა და ეს ყველა მიიღო. რადგან აი ამ გასაუბრებაზე მაგალითად რო ავიღოთ, იყო როგორც მისი მოწინააღმდეგეები ერთ მხარეს, ასევე მისი მომხრეები, ანუ როგორც კანდიდატის და ძალიან კრიტიკული შეკითხვებიც იყო, მაგრამ პასუხები ისეთი წამოვიდა ამ კანდიდატისგან, რომ ეს პასუხები მეტნაკლებად ყველა მიიღო და შემდეგ ის ერთხმად აირჩიეს და როგორი პატივით დაკრძალეს, როდესაც ის გარდაიცვალა წლების შემდეგ, რადგან ეს სტანდარტი, ეს მაღალი მორალური სტანდარტი მან ბოლომდე შეინარჩუნა. აი მეორე მაგალითი, მაგალითად ქალბატონი გინზბურგის მაგალითი, ხო? თქვენ გახსოვთ ქალბატონი გინზბურგის ძალიან მკაცრი განცხადებები იმ კონკრეტული, ასე ვთქვათ, მმართველობის მიმართ და გადაწყვეტილებების მიმართ სამართლებრივის, რაც ბოლო პერიოდში მიიღებოდა, ხო? და ის გარდაიცვალა სწორედ იმ ხელისუფლების და იმ მმართველობის დროს, რომელსაც ის აკრიტიკებდა სხვადასხვა გადაწყვეტილებებით და აჩერებდა ამ გადაწყვეტილებებით აი იმ ასე ვთქვათ მიმართულებებს, რაც იყო, ხო? და მე თქვენ და ყველამ ნახეთ, არ ვიცი თქვენ ეს ნახეთ თუ არა, როგორი პატივი დაკრძალეს ქალბატონი გინზბურგი და ეს იყო ეირის ტრაგედია და მთელმა ეირმა აი დიდი მადლობა გადაუხადა მას, როგორც მოსამართლეს და ის გააცილეს აი ღირსეულად უკანასკნელ გზაზე. აი სწორედ ასეთი სტანდარტი მიმაჩნია მე საფუძვლად მოსამართლეობამ. აბსოლუტურად მესმის ჩვენი დროც თანდათან იწურება უკვე ერთ საათზე მეტი გავიდა რაც საუბრობთ, მაგრამ მაინც არ შემიძლია შეკითხვა არ დაგისვათ. თითქოს ნუ თუნდაც ასეთი მაღალი სტანდარტი არა, ამ სტანდარტთან მიახლოებული პროცედურა შერჩევის, თქვათ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების დონეზე გვაქვს, ხო? ისინი
პარლამენტში ხვდებიან დეპუტატებს, მათთან აქვთ გასაუბრება, ეს გასაუბრება არის საჯარო იმ თვალსაზრისით, რომ გადის პირდაპირ ეთერში არა და ყველა მოქალაქე შეუძლია თვალი მიადევნოს. ანუ თითქოს ეს გამჭვირვალეობა დაცულია და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ვერ ვახცევთ იმ ეფექტს, რა ეფექტსაც აღწევს ამერიკის საზოგადოება სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდის თვალსაზრისით. ანუ კიდე რაღაც საჭიროა, როგორც ჩანს იმისთვის, რომ სასამართლო მართლაც ჩაეწეროს დემოკრატიის განვითარების სისტემაში, როგორც მისი ერთ-ერთი, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი და აი რა გვჭირდება, რას დაამატებდით, მოკლედ, აი გამჭვირვალობას, რომელიც ქართულ გამჭვირვალობას, რომელიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ როგორც ჩანს ეს არ არის საკმარისი. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცლად ვისაუბრე თუ როგორი შერჩევის სისტემა არის ჩემთვის როგორც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვით, ბატონ ლევან, რომ პროფესიული ბიოგრაფია უნდა იყოს შესწავლილი, სანამ ადამიანი მოვა სასამართლოში, ეს მართლაც სიახლეა, რაც თქვენგან მოვისმინე, რომ ძალიან დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი პროფესიული ბიოგრაფია, დეტალების დონეზე, კიდევ ხო არ გაქვთ რაიმე რეკომენდაცია ამ მიმართულებით. ის ერთი მოვისმინეთ, უბრალოდ გაგრძელება ხო არ გინდათ ამ ხაზის. მე შევაჯამებ ამ ჩემს მოსაზრებას, რადგან ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე საკმარისად ვისაუბრე, გამოვთქვი ის აზრი, რაც მქონდა, არაფერი არ დამიმალავს, ასე ვთქვათ. უბრალოდ ვიტყოდი იმას, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული, ანგარიშვალდებული პროფესიული თვალსაზრისით მისაღები საზოგადოებისათვის მეტნაკლებად მისაღები კანდიდატების გამოწევა, აი სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებას ნამდვილად ხელს შეუწყობს. მე ნამდვილად არ შემიძლია ვისაუბრო კონკრეტულ კანდიდატებზე, ან საქართველოში არსებულ კონკრეტულ კანდიდატებზე რასაკვირველია ვისაუბროთ. შეიძლება, დიახ, ან რომელიმე კანდიდატზე, ან რომელიმე შერჩევის ან დადებით ან უარყოფით მხარეებზე, რადგან ხას უსვამ, რომ მე ეთიკური სტანდარტი ამის უფლებას არ მაძლევს, რადგან მე ჩემს კოლეგებზე არ შემიძლია საუბარი, თუმცა კიდევ ერთხელ ხას უსვამ იმას, რომ ჩვენ არ გვიწევს, არ მოგვიწევს და არ უნდა დაგჭირდეს რაღაც ახლის და განსაკუთრებულად რაღაც ისეთი, აი, მხოლოდ ჩვენ რომ გვჭირდება ისეთის გამოგონება, რადგან არსებობს ეს გამოცდილებები და ძალიან კარგი იქნება და მე ვისურვებდი, რომ აი სწორედ ყველასთვის მისაღები და ასე ვთქვათ, საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი ადამიანებით დაკომპლექტებული სისტემა ვიხილოთ, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვინდა. ყველა ჩვენთაგანს. როგორც ჩანს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ამ მიმართულებით მოძრაობენ, ხო? მათ მოწოდებები სწორედ ამ მიმართულებით გაისმის, რომ მართლაც აღჭირდება ველოსიპედის ხელახლა გამოგონება, არსებობს მოდელები იმისთვის, რომ სასამართლოში შერჩევის მოდელები იმისთვის, რომ სასამართლოში შემოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც მიღწევებით იქნებიან შემკულნი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. დიდი მადლობა ბატონ ლევან, ჩვენი დრო დასრულდა. სხვა საინტერესო საკითხზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ფორმატი მეტი საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა მე ვფიქრობ, დღევანდელი საუბარი შეეხო საბაზო ღირებულებებს და საბაზო საკითხებს, რომელთა გარეშეც ეს სისტემა, როგორც ანგარიშვალდებული და დამოუკიდებელი სისტემა დემოკრატიის მშენებლობისთვის არ არსებობს. მე მინდა გისურვოთ წარმატება თქვენ საქმიანობაში, ძალიან საპატიო საქმიანობაში და ასევე გისურვოთ ის, რომ გენახოთ ისეთ სასამართლო, რომელზეც თქვენ ოცნებობთ ცოტა ისეთია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომლისკენაც თქვენ ისწრაფ. მე მინდა ასევე ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენი
ინტერვიუ შედგა და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტს საქართველოში, რომელსაც აფინანსებს USAID-ის პროექტი, ამერიკელი ხალხი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით იმისათვის, რომ გაიხსნას სასამართლო სისტემა რეალურად და საზოგადოებამ დაინახოს თუ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ახორციელებენ მართლმსაჯულებას საქართველოში და მე ვისურვებდი, რომ ასეთი ტიპის პროექტები უფრო მეტი გაჩნდეს, სადაც საზოგადოებას ექნება უშუალო ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომელიც მათი ბედის გადაწყვეტით არის დაკავებული, ასე ვთქვათ, და სადაც მოსამართლეები თავისუფლად ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, რა თქმა უნდა, იმ ეთიკური სტანდარტის ფარგლებში, რაც ჩვენ ეს თვით შეზღუდვა გვაქვს კანონით დადგენილი, გასცემენ პასუხებს საზოგადოების შეკითხვებს და საზოგადოების ხმა უფრო მეტად გაისმება სასამართლოში. აი ამას ვისურვებდი და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ საინტერესო მინდა შევუერთდეთ თქვენს მადლობებს პროლოგის მიმართ, USAID-ის მიმართ და ვისურვო, რომ მართლაც საქართველოს მართლმსაჯულება იქნება საანიმუშო არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპული და ამერიკული მასშტაბითაც. მადლობ, წარმატებებს გისურვებთ ბატონო. ნახვამდის, გაგემშვიდობებით.